ეკონომისტი გიორგი ცუცქირიძე ინფლაციის შესახებ ივნისისთვის მონაცემებს გამოეხმაურა, რომელიც სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა გამოაქვეყნა. მისი თქმით, გაძვირების სცენარი მოსალოდნელი იყო გამომდინარე იქიდან, რომ მარტიდან გლობალურ ბაზარზე სასურსათო პროდუქციის ფასი გაზრდილია. ამ საკითხზე ეკონომისტმა Media Holding კვირას პრესკლუბში დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე ისაუბრა. მისი განმარტებით, თუ ინფლაციის მაჩვენებელი ცოტა მაღალზე შენარჩუნდება, ეროვნულ ბანკს ყველა ბერკეტი აქვს, რომ დაკორექტირება ანუ შემცირება მოახდინოს. Შეხედავთ, რომ ინფლაცია ცოტა მომატებულია მიზნობრივთან შედარებით, მიზნობრივი არის თარგეტი, ანუ სამიზნე, რომელსაც ეროვნული ბანკი ახდენს ეკონომიკაზე დაკვირვებასაც და ზემოქმედებასაც არის 3%. ჩვენ ბოლო წლებში დაბალი ჰქონდა ინფლაცია, სხვათაშორის გასულ წელსაც და იმის წინა წელსაც 3%-მდე იყო. თუმცა ოღონდ ივნისის მაჩვენებელია 4%-ია ის. წლიური ინფლაციის მაჩვენებელი ცოტა მომატებულია. ზოგადად ინფლაციაზე ზეგავლენას ახდენს საცურსათო პროდუქციის ფასი მაგალითად და ძირითადად მაინც ინფლაცია, რომელიც არის დღევანდელი მონაცემით 4%. ძირითადად გამოწვეული არის ზუსტად საცურსათო პროდუქციის და იგივე ბოსტნეულის მაგალითად შედარებითი გაძვირებით. და ეს მოსალოდნელიც იყო ინფლაციის ეს გაძვირების სცენარი, გამომდინარე იქიდან, რომ მარტიდან საცურსათო პროდუქციაზე გლობალურ ბაზრებზე ფასი არის გაზრდილი. ამან გამოიწვია პირველ რიგში ჩვენ გვახსოვთ მარტში პურის ერთჯერადი გაძვირება როცა მოხდა, ანუ პურზე და პროდუქტებზე, საცურსათო პროდუქციაც გაძვირებულია, იგივე იმპორტია. ანუ იმპორტული ინფლაციის ზეგავლენაა. ძირითადად მაინც რა იყო პროცენტულად. მაინც საცურსათო პროდუქცია არის შედარებით გაძვირებული დაახლოებით 10%. როცა ერთი მხრივ ჩვენ ვსაუბრობთ, რომ ინფლაცია არის გაზრდილი, მეორე მხრივ ინფლაციას აბალანსებს სხვა ფაქტორები. ეს არის მაგალითად დოლარის გლობალური ინდექსი, რომელიც არის შემცირებული და ნედლეულზე პირველ რიგში საწვავზე ფასების შემცირება. ანუ როცა ჩვენ ვსაუბრობთ ინფლაციაზე და გვაინტერესებს ხვალ რა მოხდება ან უახლოეს პერიოდში, უნდა ვთქვათ, რომ ერთი მხრივ თუ ინფლაციას ასტიმულირებს ეს სურსათო ფასების და გარკვეულწილად მომსახურების სერვისების გაძვირებაც, მეორე მხრივ ბალანსდება დეფლაციური პროცესების, რომელიც ხდება იგივე ნედლეულზე, მათ შორის ნავთობის ფასებზე და დოლარის შეწყვეტების ტენდენციებზე. ინფლაციაზე როცა ჩვენ ვსაუბრობთ, ერთ-ერთი ფაქტორი, რაც ამ ინფლაციურ სცენარზე ზემოქმედებს, ეს არის ასევე მაღალი ეკონომიკური ზრდა. შევხედავთ, რომ წელსაც მაღალი ეკონომიკური ზრდა გვაქვს. პირველი 5 თვის მიხედვით არის 8.8%.